პროფესორი ლადო პაპავა, საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო ლადო. საღამოშვიდობის. წარმოდგენილი პაკეტი ინიციატივების პრემიერ-მინისტრის მიერ. თქვენი აზრით, რას ემსახურება ეს ინიციატივები, რა საკითხების გადაჭრას ცდილობს ამ წინადადებებით საქართველოს მთავრობა? პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს პაკეტი ოფიციალურად დაბეჭდილი ტექსტით არ გვინახია და ამიტომ მხოლოდ ასეთი განცხადებები არის, წინადადებები, ამიტომ სრულყოფილი შეფასება ამ ეტაპზე არის შეუძლებელი. თანაც თავიდან ითქვა, რომ დაუშვათ ონლაინ სესხები აიგზავნება, ახლა ითქვა, რომ რეგულაცია, ანუ მთავრობას გზადაგზა აზუსტებს. ეს ერთი პრობლემა არის და ამიტომ ამ თემაზე ალბათ დისკუსია გაგრძელდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უფრო ნათელი იქნება თუ მთავრობა დოკუმენტის სახეს როდესაც რა თქმა უნდა ოფიციალური დოკუმენტის სახეს როცა მიიღებს. ეს ერთი. მეორე, მინდა მთავრობას მოუწონო ის, რომ მან პრაქტიკულად დაიწყო მოქმედება. აი უმოქმედო მთავრობას ჯობია მოქმედი მთავრობა. ეს არის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, კლასიკური მიდგომა და მე მახსოვს ეუბნებოდნენ, რომ არაპოპულარული ნაბიჯები უნდა გადადგაო. კი ბატონო, აღარ არაპოპულარულ ნაბიჯებსაც დგამს. ესეც მნიშვნელოვანია და პრაქტიკულად ფინანსთა მინისტრის კაბინეტში შესვლა ვერ მოასწრო დიმიტრი ქუმსიშვილმა, მან უკვე გარკვეული ინოვაციები შესთავაზა ქართულ საზოგადოებას. ამას მე ყველაფერს მთლიანობაში უთვლი პლუსად. ეხლა რაც შეეხება რა შედეგამდე მიგვიყვანს, ხო? აქ მსჯელობის საგანია. უწინარეს ყოვლისა ეს გადასახადების აქციზის გადასახადების გაზდას ამას უშუალო კავშირი ლართან არ აქვს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელის მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შემოღებასთან დაკავშირებით. ანუ იქ რაც დააკლდება ბიუჯეტს, უნდა შეივსოს აქედან. კი, მაგრამ აქ არის ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ყველას დუმს. ერთი ჭირი, რომელიც აკიდა ქართულ ეკონომიკურ პოლიტიკას ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე არის, რომ კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ თურმე გადასახადის განაკვეთის ზრდა, ან ახალი გადასახადის შემოღება გარდა აქციზური გადასახადისა თურმე უნდა მოხდეს რეფერენდუმით. ეს ხო უაზრობაა. აბა ვინ დაუჭერს მხარს რეფერენდუმით გადასახადის შემოღებას? მეორე მხრივ, გადასახადო პოლიტიკა ეკონომიკური პოლიტიკის თავარი ნაწილია, ერთ-ერთი ბერკეტია. მთავრობას უნდა კონდეს თავისუფლება და მას რო ეს თავისუფლება კონდეს, შეიძლება ასეთი დრამატული და იგივე აქციზისა საწვავზე არ ყოფილიყო. ანუ ხელფეხი შეკრულია სხვა გადასახადებთან შემთხვევაში და სადაც გახსნილი აქვს ხელფეხი აქციის დააწვა ეს. ამიტომ ეს დააწვა ყველაფერი ამას. ახლა მე გეტყვი თავის დროზე, როდესაც დამატებული ღირებულების შემცირება იყო, ეს განიხილებოდა 2004 წელს და 2005 წლის საგადასახადო კოდექსით მიღებული იქნა 20-დან 18%-ზე რო ჩამოწიეს, ღმერთმა აცხონოს ზურაბ ჟვანია იყო პრემიერ-მინისტრი, მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი ამ გადასახადის შემცირებით, იმიტომ რომ ბიუჯეტს აკლდებოდა მნიშვნელოვანი რესურსი, ხოლო დიდი შეღავათი მეწარმეებისთვის ნამდვილად არ იყო. ახლა აი ამას რომ მოინდომოს მთავრობამ, რომ მოდი დამატებული ღირებულების გადასახადს გავხსნი, ვერ გაზდის. გამიგეთ, აქედან გამომდინარე, ეხლა ყავს ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა. აი ეს ბრიყული ჩანაწერები მაინც ასწრაფოდ ამოიღონ კონსტიტუციიდან. დააბრუნონ პარლამენტი თბილისში, რომელიც ზედმეტი ხარჯია დეპუტატების იქით-აქით მგზავრობა და აპარატის მგზავრობა, ესეც ეკონომიაა და მეორე მხრივ, აი ეს ხელფეხი გაიხსნან. დანარჩენი ცვლილებები ახლა პრეზიდენტია როგორ აირჩეს, ამისთვის დრო არის, არ გვეჩქარება და შეიძლება ნელა იმჟელოს სპეციალისტებმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ. ბატონო ლადო, აი თუ კი საკითხი დგას ასე, რომ რაც დაგვაკლდება რეინვესტირებიდან მოგების გადასახადის უნდა დავაკომპენსიროთ აქციზით, მაშინ აზრს ხომ არ კარგავს საერთოდ ეს. მე საერთოდ ხანამას გეტყვით, იცით, ესტონური მოდელი იმ ფორმით, რომელთაც შემოდის, საერთოდ არ არის გამართლებული. ესტონური მოდელი ზოგადად კარგად ჟღერს, რომ თუ მეწარმე ინვესტიციას დააბრუნებს საწარმოში, მაგრამ თუ ჩვენ გადავხედავთ რა ბიზნესი გვაქვს, რაზეა ლაპარაკი? ლაპარაკია ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებზე, სათამაშო ბიზნესზე, სასტუმროებზე, რესტორნებზე, ძირითადი ხო ეს არის ჩვენი ბიზნესი. ესე იგი ეს უნდა განთავისუფლდეს, თუ რეინვესტირებას მოახდენს, რაში მოახდენს, რა ახალ ქარხანას ააშენებს, ახალ ტექნოლოგიებს. ანუ არ იმუშავებს ეს რეალურად. ხო, ეს გააკეთებს ისევ, რომ ახალი ფილიალები გახსნან ბანკებმა, ამას ისეთაც გახსნიდნენ, ახალი რესტორნები გაიხსნას, ახალი სასტუმროები, ამას ისეთაც გააკეთებდნენ. ამიტომ
ასეთი შეღავათი სანამ არ არის სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირებული ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლა, შედეგის მომტანი არ არის. ანუ სამუშაო ადგილებს ვერ შექმნის ეს თქვენი. სამუშაო ადგილებს შექმნის, კი, ახალი ოფიციანტების სამუშაო ადგილი შეიქმნება. სასტუმროს ახალი მომსახურე პერსონალისთვის სამუშაო ადგილი შეიქმნება. მე რაზე ვსაუბრობ? ეს შეღავათი უნდა იყოს მხოლოდ იმ რეინვესტირებაზე, იმ საწარმოებში, რომელსაც ახალი ტექნოლოგიები შემოაქვთ, რომლებიც თანდათანობით მოახდენენ ქვეყნის ინოვაციურ ეკონომიკაზე გადაყვანას. და ეს ქართულ ოცნებას აქვს ამის შესახებ დოკუმენტი მიღებული 2014 წელს მიღებული იქნა საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020. ეს კი არ გაუქმებიათ. ეს ყველაფერი იქ წერია, მაგრამ სამწუხაროდ ეს დოკუმენტი მიივიწყა მთავრობამ. არ ვიცი რატომ. ეს დავალება თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა მისცა მთავრობამ იმუშავა, დადო საკმაოდ სერიოზული დოკუმენტი. ამ დოკუმენტს უნდა მოყოლოდა სამოქმედო გეგმების სამინისტროების მიერ, რაც არ გაკეთებულა. დღეს ფორმალურად მთავრობას აქვს ძალიან კარგი გეგმა, მერე მელაპარაკებიან რაღაც 5 შეკვეჭი 4 პუნქტიან გეგმაზე, რომელიც საერთოდ გეგმაც არ არის და ახლა ლაპარაკი არის ისეთ გადაწყვეტილებებზე ეს ესტონური მოდელი, რომელიც ზოგადად არის კარგი, მაგრამ საქართველოს პირობებში არ განავითარებ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რეალურ სექტორს. ბატონო, კიდევ ერთი შეკითხვა, ეს უკავშირდება ადმინისტრაციულ ხარჯებს. აქ ახსენა პრემიერ-მინისტრმა გუშინ, რომ 10%-ით შემცირდება ეს ხარჯები, მაგრამ აი ხედავთ თუ არა დიდ რესურსს ზოგადად ბიუროკრატიის შემცირებაში, რომ ამან მოახდინოს შემდეგ რაიმე დადებითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. ძალიან კარგი კითხვა დასვით რა. მე არ მესმის საერთოდ, როცა არის ლაპარაკი ოპტიმიზაციაზე და ოპტიმიზაციის ქვეშ მანდამაინც შემცირებას გულისხმობენ. არ შეიძლება ასე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მიზნები აქვს მთავრობას მისაღწევი 4 წლიანი ვადაში. შემდეგ რა ამოცანებია შესასრულებელი. ამ ამოცანებიდან ვინ რა ღონისძიება უნდა გაატაროს. აი აქედან გამომდინარე უნდა განისაზღვროს მე მთავრობა რა ზომის უნდა იყოს, რა სამინისტროები უნდა იყოს, რა დატვირთვა უნდა კონდეს. თუ ეს არ არის, ხო დანარჩენი გამოდის აი საბავშვო ბაღში კუბიკების თამაში. ანუ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როცა არ ვიცით ბიუროკრატიაში რამდენი ადამიანი გვჭირდება, რეალურად რეალურადია, დიახ, და ამიტომ ძალიან მარტივი მიდგომა არის, მოდი შევამციროთ. კი ბატონო, შევამციროთ 10%-ით, 20%-ით, მე ის ხალხი გვეყოლება აღშფოთებული. გაიხსენეთ რა, რამდენი წელია გასული რა სააკაშვილის მთავრობამ ხალხი დაფერთხა საჯარო სამსახურებიდან. ხო? და არმია გაჩნდა უკმაყოფილო. რა, მცირე მთავრობა მანდამაინც წარმატებულ ეკონომიკას ნიშნავს, არ არის ბატონო ასე. არის ქვეყნები, სადაც დიდი მთავრობა არის წარმატებული ეკონომიკის რეალური გარანტია. ასე რომ ერთი რამე ვიცოდეთ, მთავრობის ხარჯების შემცირება ნიშნავს, რომ იგივე ხარჯები გასაწევი იქნება თვითოულ ადამიანს და საბოლოოდ ჯამში ხარჯი რა უფრო დიდი იქნება, როცა მთავრობა აკეთებს რაღაცას და მერე მთავრობა რო არ გააკეთებს და ეს უკვე ხალხის გასაკეთებელი იქნება, ჯამში რა უფრო ძვირი დაუჯდება საზოგადოებას. ნუ არსებობს ამაზე კვლევები და თვითონ ეკონომისტებშიც არ არის ბოლომდე მიღწეული კონსენსუსი, რომ მანდამაინც მცირე მთავრობა არის წარმატებული მთავრობა. ეს არის რამდენიმე სკოლა, უფრო ანარქისტული მიმართულებების, რომლებიც თვლიან, რომ მცირე მთავრობა არის წარმატების საფუძველი. მაგრამ ანარქისტული სკოლები არის უმცირესობა. რაც შეეხება ბანკებთან დაკავშირებით და სესხებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს ყველაზე საინტერესოა. დიახ, აი სუბსიდირების გზით წავიდა მთავრობა, რა ანალიზს გაუკეთებთ ამ საკითხს? ყველაზე საინტერესოა, მაგრამ იცით რა, მე აქ გჭირდება უფრო მეტი, იმიტომ რომ ინფორმაცია ახლა რაც ითქვა, არის არასაკმარისი. ჯერ ერთი ითქვა, რომ ეს ნებაყოფლობით იქნება და სავალდებულო არა, გადაყვანა უცხოვალუტიდან ლარში. კი ბატონო, ეს თავისთავად ცუდი არ არის. კარგია, მაგრამ აქ იბადება კითხები. მე ლარში რა პროცენტი იქნება? დიახ. ხო, ეს ერთი ლარში პროცენტი იქნება ცვალებადი. ხო, თხა გავყიდეს ეფექტი არ ქონდეს მოსახლეობას. აი მაგალითი გუშინ რაც იყო მოყვანილი, რომ 2 და 5 დაკონვერტირდება 2 და 3-ზე, ახლა უკვე სხვა კურსია, დღეს უკვე სულ სხვა კურსია. ხო, მაგრამ ამიტომ ბანკები ჩადებენ ამას საპროცენტო განაკვეთში. შემდეგი თემა ითქვა, რომ სულ ლაპარაკი არის 400 მილიონ დოლარზე. დღევანდელი კურსით მილიარდ ლარზე არის ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში მილიარდ ლარზე ნაკლები არ არის. ახლა გეკითხებით, მთავრობამ 2017 წლის ბიუჯეტ ჩადო 67 მილიონი. აი საშუალოდ 100 მილიონი ყოველ დღე წლიურად რო ჩადოს, ამ პროექტს დასჭირდება 10 წელი. დიახ. ხო, ახლა ერთ მთავრობა, რომელიც
არჩევნებამდე 4 წლით არის მოსული 10 წლიან დანაპირებს როგორ იძლევა მე არ ვიცი. კიდევ ამიტომ ეს ბუნდოვანია. კიდევ ერთი საკითხი. ამ ბანკებს ეს რესურსები ძირითადად მოზიდული აქვთ უცხოეთიდან. მათ ხო გასასტუმრებელი დოლარში ექნებათ. კარგი, ჩვენ რო ვაიძულებთ ლარში გაეციოს სასხი. თვითონ ხო უნდა იყიდოს დოლარი. რომ ეს ვალები გაისტუმროს. რასაკვირველია. შემდეგ ჩვენ რო გვაქვს ანაბრები დოლარებში და ევროებში, ხო არის ასეთი ჩვენი მოსახლეობის ნაწილი. ის ხო ყველაფერი უნდა დოლარში და ევროში დაბრუნდეს, თან პროცენტიანად, ხო ასეა. საიდან თუ ყველაფერი ლარში ასე დობის აღდგენა ეროვნული ვალუტის მიმართ მექანიკური გზით, როგორც წესი არ ხდება. ამან შეიძლება მოკლებადიანი ეფექტი მოგცეს, გრძელვადიანი ეფექტი მომცემი არ არის. და კიდევ ერთი მომენტი. დღეს აგერ საუბარი არის 31,000 ადამიანს შეეხება ეს. რა, საქართველოში გადასახადეს გადაგვთელი მხოლოდ 31,000 ადამიანია. და ვისაც სესხი არ აუღია, მე რა დავაშავე, მე რატომ უნდა გადავიხადო სხვისი სესხი? მე რო გადასახადს ვიხდი, იმისთვის ვიხდი, რომ ქვეყანა განვითარდეს, სახელმწიფომ თავის ფუნქციები შეასრულოს და ასე რა გამოვა. თურმე მე გადასახადი იმიტომ ავიღე, რომ სხვამ რო ბინა აიშენა. ეხლა გაუადვილო, რა ქვია, სესხის ანუ გამოდის რომ უფრო ღარიბმა ნაწილმა საზოგადოების უნდა დააფინანსოს, ასე ვთქვათ, მასზე ცოტა უფრო მდიდარი. აი ამაშია საქმე. და არა მარტო უფრო ღარიბმა, სულ ყველამ დანარჩენებმა, უმრავლესობა სესხი ხო არ აგვიღია. მით უფრო არ აგვიღია სწორედ ეს სესხი, რომელიც არის, რა ქვია, იპოთეკური სესხი. 31,000 კაცის თურმე ინტერესს უნდა ემსახურებოდეს მთელი საქართველო. აი ეს უკვე როგორი საკითხია, იცით? ეს ეკონომიკური საკითხიც არის, სოციალური საკითხიც არის და რაოცთავარი ეთიკური საკითხია. მე შემითახმე გადასახადის გადამხდელს, რომ მინდა სხვისი სახლში აღებული კრედიტი ჩემი ხარჯი ჩემს უბრუნდეს. კი, მაგრამ იმას სახლიც რჩება, ხო? და ისეც მე არ ამიღია კრედიტი, მე არაფერი არ გამიკეთებია. ხო? და თურმე მე გადასახადი მთავრობას იმიტომ უნდა მივცე და თანაც 10 წელი ვაძლიო იმისთვის, რომ მან შეუმსუბუქოს იმ 31,000. ბატონო, სხვა ადამიანები. კი ბატონო, და ერთი საკითხი, ამაზეც მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას ეს საკითხი აღელვებს ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ეს არის ონლაინ სესხები. ოღონდ დღეს უკვე აღარ ვიცით აკრძალვის გზით წავა მთავრობა თუ რეგულირების, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა განცხადება გაკეთდა გუშინ და დღეს. თქვენი აზრით, აი ამ ნაწილში, ონლაინ სესხების ნაწილში რა იქნებოდა ყველაზე მართებული გადაწყვეტილება? სანამ გადავიდოდე ონლაინ სესხებზე და იმ საკითხზე, რა ქვია, იმ მოდელზე ერთი კომენტარიც მინდა გავაკეთო. მე დამრჩა შტაბეშტილება, რომ ეს წინადადება, რაც გუშინ იქნა გაჟღერებული, არ ყოფილა შეთანხმებული ჩვენს კომერციულ ბანკებთან. აუცილებელია ეს შეთანხმება, კონსულტაციები იყოს და საერთოდ ჯობია ჯერ იმ თავარ ფინანსურ სუბიექტებს, ვისაც ეს ეხება, მათ დაელაპარაკონ, მათთან გათვლები ჩატარდეს შეთანხმება და მერე იყოს გასაჯაროებული ეგ ინფორმაცია. იმიტომ რომ ჩვენ არ გამოგვივიდეს ისეთი რამე, რომ 31,000 ადამიანს დავახმაროთ დანარჩენი საქართველოს ხარჯზე და ზიანი მივაყენოთ ჩვენ საბანკო სისტემას. საბანკო სისტემის ზიანი მთელი ქვეყნის ზიანი არის. ეს უნდა გვახსოვდეს. ერთი ბანკის ზიანიც კი შეიძლება ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდეს. ეხლა რაც შეეხება ონლაინ სესხებს, ეს არის სფერო, საერთოდ ეს სწრაფი სესხები და ეს არა მარტო ონლაინ სესხებია. ყოველგვარი, ასე ვთქვათ, გარანტიის გარეშე. ეს არის დასარეგულირებელი სფერო. ეს ამის შესახებ დიდი ხანია ქართული საზოგადოება, ექსპერტული საზოგადოება ითხოვს, რომ ამას ჭირდება დარეგულირება. მაგრამ აქ არის ფაქიზი თემა. იმიტომ რომ არ გამოვიდეს, რომ მე ვახშეობა შევუწყობთ ხელს. იმიტომ რომ ეს მევახშეობა ყოველთვის იყოს და დღესაც გრძელდება. ამიტომ ონლაინ სესხები ისე რომ თავს გახვევენ, ძალად გახვევენ. აი დღეს ძალიან ბევრი მახი აქვს სტუდენტ ახალგაზრდობას მაგალითად. როდესაც აძლევენ ბარათებს და რომელთაც თურმე შეიძლება მერე მან სესხიც აიღოს და აიღოს ყოველგვარი გარანტიის გარეშე და ეს შემდეგ თავსატეხი ექნება ახალგაზრდების მშობლებს. აი ასეთი მახეების ამოქოლვაა საჭირო. ხოლო თავისთავად ეხლა ონლაინ სესხის შეზღუდვაც პრაქტიკულად არ გამოვა, იმიტომ რომ იცით რა, არის სოციალური ქსელები. ის სხვანაირად წავა რაღაც სხვა პირებზე, წავა რაღაც სხვანაირი შეტყობინებები და არალეგალური ფორმები შეიძლება მიიღოს.
ამიტომ საჭირო არის დარეგულირება, საჭიროა პირიქით ამ სფეროს საბანკო რეგულირების სფეროში მოქცევა. იგივე, როდესაც მე დღის განმავლობაში შეტყობინებები მომდის მობილურ ტელეფონზე, რომ სესხი დაგიმტკიცდა, კი მაგრამ გთხოვე რომ დამიმტკიცდა. გთხოვე მოგმართე, რა სესხი დამიმტკიცდა. ან მოდი და ერთ წუთში აიღე 600 ლარამდე სესხი. გთხოვე რომ 600 ლარამდე სესხი მინდა, რატომ აცთუნებ? აი ამ სფეროს კი დარეგულირება შეიძლება. გასაგებია და აი ჩვენი საუბრის ბოლოს ცოტა ზოგადი ხასიათის შეკითხვა უნდა დაგისვათ. ეს ეხება აი ჩვენ საუბრობთ ახლა ძალიან რთულ საკითხებზე, რომელიც დეტალებია, მაგრამ საბოლოო ჯამში იკვრება ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემად, ხომ? აი, როდესაც აი ეს საკითხები დგას დღის წესრიგში, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ეკონომიკას ეკონომიკური ზრდის კუთხით, ზოგადად სწრაფი განვითარების კუთხით? პირველ რიგში მოდით გეტყვით ბატონ ვახტანგ და ტელემაყურებელსაც მიმართავ, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით. მოდით ერთხელ და სამუდამოდ უთხრათ ადამიანებს სიმართლე, რომ ლარის გამყარების ობიექტური საფუძველი ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს. პირიქით, ტრამპის გამარჯვებამ იმედი ჩაუსახა ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, რომ ამერიკის ეკონომიკის ფეხზე დადგომით ამერიკის ეკონომიკა მიმზიდველია და ამან დოლარი კიდევ უფრო გაამყარა. ეხლა იგივე ამერიკელი ეკონომისტები აკეთებენ ასან ანალიზს. თუ ტრამპმა ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე უარი თქვა და პროტექციონისტული ზომები შემოიღო, მაშინ პირიქით წავა დოლარის გაუფასურება. ხო, ეს გლობალური პროცესია. გვინდა ამ მოცემულობას უნდა შევხედოთ. ყველაზე დიდი პრობლემა ხელისუფლების არის ის, რომ უნდა თვალი გაუსწოროს სიმართლეს და მოსახლეობას აუხსნას, რომ ეს პროცესი შეიძლება გახდეს შეუქცევადი და უფრო მეტიც ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ რა მოხდება თურქეთში. თურქეთში კი ხედავთ, რომ დიქტატორული ელემენტები გამოჩნდა, ჟურნალისტები დაიჭირეს, პროფესორები დაიჭირეს, მასწავლებლები დაიჭირეს. ამან დაარტყა ლირას კურსზე. ლირას გაუფასურება ნიშნავს, რომ თურქეთში ექსპორტი წახალისებულია. თურქეთი მწარმოებელი ქვეყანაა, ჩვენსავით მარტო მომხმარებელი კი არ არის. მწარმოებელი ქვეყანაა, თურქეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. თუ ლარი არ გაფუფასურდა ლირის პარალელურად, წაგულეკავს თურქეთის ეკონომიკა. ახლა ეს უნდა ითქვას. ამიტომ ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე ლარის გაუფასურება უნდა იყოს პროგნოზირებადი, ეს ერთი, ხოლო მეორე, მთავრობამ ჯობია თუ კი მას აქვს ფული, ეს ფული დახარჯოს უწინარეს ყოვლისა შეჭურებული მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე და არა ხელოვნურად გამოგონილ რაღაც პროექტებს. გასაგებია, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. პროფესორი ლადო პაპავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. განვაგრძობთ საუბარს უკვე ჩვენს მომდევნო სტუმართან ერთად, გია ხუხაშვილი გველოდება პირდაპირ ჩართვით. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით. ბატონ გია, თქვენი აზრით